გამარჯობა, ეთერშია დღის ამბები 4-ზე, მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. გამოქვეყნდა კვლევა, რომ 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების სისხლში ტყვის შემცველობა გაზრდილი არის, მთავარი გამომწვევი მიზეზიც ალბათ საწვავია. საწვავზე აქციზის და რომ მოხდა ხარისხის ზრდა, რატომ არ ხდება? ეს ერთ-ერთი შეკითხვა იყო, რომელიც ფინანსთა მინისტრ დღევანდელ კომიტეტის ხდომაზე დაუსვეს. შეკითხვის ავტორი დავით ჭიჭინაძე იყო, მას ასევე აინტერესებს პოლიეთილენი იყო თუ არა ყველაზე მთავარი ამ ქვეყანაში ეკოლოგიის დამაბინძურებელი და არის თუ არა აქ საწვავის პრობლემა. საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში დასვა ვიმეორებ ეს შეკითხვა დავით ჭიჭინაძემ. ივანე მაჭავარიანი კომიტეტში ევროპულმა საქართველომ დაიბარა საკომიტეტო მოსმენაზე მას შეკითხვები დაუსვეს კომპანია ომეგას საბანკო რეგულაციების საპენსიო რეფორმის საკადასახადო წნეხის ნიშნობით ხელშეკრულების და მუნიციპალურ აიპებში დასაქმებულ პირების რაოდენობაზე, ასევე შრომის ანაზღაურებაზე. სხვაობა რომ გითხრათ ჩემი და კობა გვენეტაძის მიდგომებს შორის, ის ამბობს, რომ 10 საათზე მოვიდეს ბავშვის სახლში და მე ვამბობ, რომ 12-მდე დატოვეთ. ეს განმარტება ვანო მაჭავარიანმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე გააკეთა. მაგრამ როგორც თავად თქვა, პოპულარულ ენაზე დაეხსნა განსხვავება მისი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიდგომებს შორის საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით. თქვენ ხართ მთავრობა, რომელიც მოქალაქეებს ეუბნება, რომ არიან ბავშვები, რომელზეც თქვენ ზრუნავთ. საერთო ჯამში კი უფრო მეტ ფულს ართმევთ მოქალაქეებს და ამ ფულს თქვენ გავთ, შეეპასუხა მას გიგა ბოკერია ევროპული საქართველოდან. მანამდე მინისტრმა მოსმენაზე გამოსვლისას ეკონომიკური რეფორმების წარმატებაზე, სიღარიბის შემცირებასა და საპენსიო რეფორმის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. არ გეკადრებათ შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზებით საუბარი, უთხრა მინისტრმა ბოკერიას. ვანო მაჭავარიანი კომიტეტის ხდომაზე ვიმეორებ ევროპული საქართველოს მოწვევით მივიდა. ჩვენ ახლა რუსუდან დუმბაძე ჩაგვერთვება პარლამენტიდან და მოგვიყვება ყველა საინტერესო ეპიზოდს დღევანდელი საკომიტეტო მოსმენიდან. დიახ, როგორც მოსალოდნელი იყო საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომა მიმდინარეობს ხმაურის ფონზე, რადგან საკმაოდ მწვავე კითხვებს სვამს ოპოზიცია და მთავარი ძირითადი საკითხები, რითიც ოპოზიციის წარმომადგენლები ინტერესდებიან, ეს ბუნებრივია იყო საბანკო რეგულაციები და ასევე სიღარიბე, როგორც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის. ამასთან დაკავშირებით დღეს კითხვა დასვა დავით ჭიჭინაძემ, რომელმაც მინისტრს უთხრა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საგარეო ვალი ქვეყანას ეზრდება და ამის გადახდა წლების განმავლობაში უწევს, ამ ვალის მიუხედავად დღეს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მაინც არ არის გაუმჯობესებული და სიღარიბე მაინც რჩება მთავარ პრობლემად. თუმცა უნდა ითქვას, რომ მინისტრსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საუბარი უმეტესად პარალელებით და მხატვრული ეპითეტებით მიმდინარეობს, რადგან დღეს მაჭავარიანმა საბანკო ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან განსხვავებული შეხედულება დააფიქსირა და მოსახლეობაზე ზრუნვა შეადარა ბავშვებზე ზრუნვას. ეს პარალელი მას ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ დაუწუნა და შემდგომ მათ შორის გაიმართა სიტყვიერი შელაპარაკება. საბოლოოდ ეს შელაპარაკება დასრულდა ის მაჭავარიანის რეპლიკით, რომ თუ კი ის ადარებს მოსახლეობაზე ზრუნვას, ბავშვებზე ზრუნვას, ეს ნიშნავს იმას, რომ ის უფრო მეტად ზრუნავს საკუთარ საზოგადოებაზე. კითხვები ასევე ისმება ომეგასთან დაკავშირებით. ივანე მაჭავარიანმა სიტყვით გამოსვლის დროს მან განაცხადა, რომ ომეგას საქმეზე ის ვერაფერს იტყოდა და ახალს ვერაფერს იტყოდა, რადგან ყველაფერი იყო ცხადი, თუმცა შემდგომ ნატო ჩხეიძემ გააპროტესტა ეს განცხადება და განაცხადა, რომ ეს მაინც მოუწევს ომეგას საქმესთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა და სწორედ ამ პროცესში სიტყვა-პასუხის რეჟიმი მიმდინარეობს ახლა და სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ისმევა კითხვები. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ყველაზე საინტერესო ეპიზოდები ამ სხდომის. ვალი როგორც სახელმწიფოსი, ისე მოსახლეობის ყოველ წელს იზრდება უფრო დიდი ტემპით, ვიდრე იზრდება ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი. და ამიტომ არის რაღაც ცოტა უცნაურობასთან გვაქვს. რეალურად რასაც ხედავთ, მოსახლეობაში ცხოვრების დონე ეცემა, არ ვიცი ბატონო მინისტრო, იქნებ თქვენ სხვა ინფორმაცია მოგვაწოდოთ. მე მაინტერესებს უბრალოდ აი როგორ ხსნით ამ ზრდას. როდესაც არის მიწისძვრა და თქვენ ერთ ტექტონიკურ ბაქანზე ხართ, კითხვა ის კი არა რომ თქვენთან მიწისძვრა არ ხდება. თქვენ რამდენად მყარი ხართ და თქვენ რამდენად მდგრადი ხართ, ეს არის შეკითხვა. შესაბამისად, ესეთი მეზობლები, როგორიც არის აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ზოგი არის მდიდარი ნავთობით, ზოგია მდიდარი ინდუსტრიით, იქ თუ აი ესეთი
დაბალი ზრდებია და ჩვენ ვახერხებთ 1.5%, 2%-ით მეტად ყოფნად, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შიდა პოლიტიკის და გამართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მე მომხრე არ ვიყავი ამ ეტაპზე კიდე მეტი იპოთეკასთან დაკავშირებული რეგულაციებს. მაგრამ ზუსტად მაგაშია მთელი ამბავი, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი, ის არის გაცილებით უფრო ფრთხილი. ვიდრე ზოგადად ხელისუფლება. ყველა ქვეყანაში ესია და გეტყვით პოპულარულ მარტივ ენაზე. აი დაახლოებით რასთან გვაქვს საქმე. ვისაც თინეიჯერი შვილი ყავთ და ყავს, მე მყავს შვილი, ჩვენ ყველანი ნერვიულობთ, რომ გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეს. აი სხვაობა გინდა გითხრათ დავიყვანოთ ბატონი იკობას და ჩემ მიდგომებს შორის. ის ამბობს, რომ 10 საათზე მოვიდეს ბავშვის სახლში და მე ვამბობ, რომ 12-მდე დატოვეთ. დიდი მე ეს ვიცოთ კიდევ თქვენ ბავშვებად მიგაჩნიათ საქართველოს მოქალაქეები ადრე გაბრალ ბატონო გია თქვენ ეგ არ გეკადრება ეს არ მეკადრება მე რა მეკადრება თქვენ მეკადრებათ მოდი მორალის კითხვა არ დაიწყოთ თქვენ თო ბრძანეთ და ცუდი ანალოგია გამოგივიდა ძალიან მით უმეტეს როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იქამდე კულტურის ამაღლება დაისახა მიზნად სახელმწიფოსი აქ ხალხის რომ ჩვენმა ხალხმა არ იცის დაგროვება და ჩვენ ვართ იქ იმიტომ რომ ვასწავლით თუ ვინმეს ბავშვად მიაჩნია რაღაც რომ ეს ნიშნავს უფრო მეც ზრუნავს და უფრო მეც ნერო თუ მანდამაიც ეგინდა თუ არა დიდი მადლობა ამ ზრუნვისთვის. დიდი მადლობა ამ ზრუნვისთვის. ეხა ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხთენილი ფრაზები და ეგ გავიგე, დიდი მადლობა თქვენ პასუხებში შეგიძლიათ ეპიტეტები იხმაროთ და თქვენ არ უნდა გჭირდებოდეთ ეგ. ვაიმე, ღმერთო, მე არა, მაგრამ მთავრობა ყავს ეგეთი რომ გჭირდება და იძახის რომ ზრუნავს ჩვენზე. მოდი გადავალოთ და კითხავთ კითხე ბავშვები მეგაჩნია. როგორ აღელდეთ? აქამდე რა თავდაჯერებული იყავით, ეხა რაღაც ბატონო კითხვა ზარღვი და კითხვა. ხელვა შეგეთხოთ ხმაში ბატონო მინისტრო. მე მინდა რომ თქვენ დამიდასტუროთ, არის თუ არა ჩვენი მიზანი, რომ ყველა გარემოების მიუხედავად მივახციოთ კეთილდღეობას და თავისუფლებას. ანუ დავეწვეთ იმ ქვეყნებს, სადაც კეთილდღეობა და თავისუფლება არის. ბატონო, ამას შევეთანხმებით. გეთანხმებით. და ამ თვალსაზრისით ჩვენი დაწევის ტემპი არის თუ არა უფრო ნელი ვიდრე იყო. ხო ასეა? არ არის უფრო ნელი. ჩვენი დაწევის ტემპი ევროკავშირის ქვეყნებისადმი შენელდა თუ არა? შენელდა. ეხლა მე რას გეკითხეთ? შედარებით არა. შედარებით მეზობლებთან ვისთანაც გვაქვს, ვისთანაც მეზობლებთან არა, მათთან დაწევა თქო. არა. არა. ბატონო, მეზობლები ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს, მაინტერესებს რაც შვედი სამიზნეა იმას უფრო სწრაფად ვეწევით თუ უფრო ნელა. ფაქტია რომ უფრო ნელა. რასაც რეგიონის ეკონომიკა გვაძლევს საშუალებას და რა პროცესები ეხლა რა ჩვენ ხელშია იმაზე მინდა კითხოთ. ეფექტურები და სწრაფები თურქეთში რა მოხდება? მე ყოფილი ვარ. დავშვიდით, გასმარდით თქვენს და ბატონო მე დამშვიდათა ვარ, ზოგადად სიმშვიდის საფუძველი არა გვაქვს, როცა ესეთ განცხადებას ვისმენთ, მაგრამ ისე მშვიდათა ვარ, ქცევის თვალსაზრისით. როგორც უკვე გითხარით, სხდომაზე ამ წუთებში სიტყვა პასუხის რეჟიმია და ეს პროცესი უკვე 2 საათია რაც გრძელდება. ოპონენტები ასევე აპირებენ დღეს რომ კითხვები და როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბრისას აანონსებდნენ, დღეს აპირებენ რომ კითხვები დასვან საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რადგან მათი უკმაყოფილება უმეტესად შეეხება იმას, რომ აინტერესებთ სად მიდის თანხები, რომელიც ყოველდღიურად მოსახლეობას ხელფასიდან ეჭრება და როგორ სახავს მთავრობა ამ თანხების განაწილების გეგმას. გარდა ამისა, როგორც მოისმინეთ კითხვების ნაწილი უმეტესად ასევე მოიცავს პოლიტიკურ განცხადებებს, რადგან ოპოზიცია ხელისუფლებას და მათ შორის ფინანსთა მინისტრს ადანაშაულებს იმაში, რომ თანხების გაფლანგვის ხარჯზე სიღარიბე დღეს ისევ რჩება მოსახლეობის მთავარ პრობლემად. მადლობა რუსუდან დუმბაძეს, რომელიც TV1 საპარლამენტო ჟურნალისტია და ჩვენ ვიწყებთ ახლა საუბარს ჩვენ სტუმრებთან. ხათუნა გოგორიშვილი, ევროპული საქართველოდან არის ჩვენი პირველი სტუმარი. რა იყო თქვენი მთავარი ინტერესი ფინანსთა მინისტრის მიმართ, რომელიც მოიწვიეთ დღეს პარლამენტში და რა იყო ყველაზე საინტერესო, რაც მიიღეთ პასუხად მასთან დისკუსიის დროს? მოგესალმებით დიანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. შეკითხვები ფინანსთა მინისტრთან საკმაოდ ბევრია, დაწყებული საპენსიო რეფორმიდან, ეგრეთ წოდებული დაგროვებითი პენსიიდან, ასევე საბანკო რეგულაციები, ასევე სიღარიბის მაჩვენებელი და დასაქმების მაჩვენებელი, ასევე ომეგა ჯგუფის კონკრეტული საქმე. თუმცა ფინანსთა მინისტრისგან მე პირადად მოვისმინე სრულ
სრულიად მოულოდნელი პასუხები, თურმე გადასარევად ყოფილა საქმეს, იღერებით შემცირებულა, დასაქმებაც მომატებულა და საერთოდ ტრადიციული ქართული ოცნების მესიჯები, რომ ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ადამიანები, მოქალაქეები ამას ვერ ხედავენ და ვერ გრძნობენ. ის აღარ უთქვამს ესე განსხვავებით სხვებისგან, რომ ამაში ჟურნალისტები ხარ დამნაშავე, მაგრამ კონტექსტი დაახლოებით ესეთი იყო. თუმცა მთელი ეს ლექცია, რასაც ჩვენ ვისმენთ ფინანსთა მინისტრისგან, არა მარტო დღეს, არამედ რაც თანამდებობაზე ამ ხნის განმავლობაში, რომ ადამიანს ვალუტაში აქვს შემოსავალი, იგივე ვალუტაში უნდა აწარმოოს ბიზნესი, იგივე ვალუტაში უნდა დააგროვოს და მოძღვრავს გარშემო ყველას, რატომღაც არც მასზე, არც მის კოლეგებზე, არც იგივე ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე ეს ყველაფერი არ ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის კურსი აი რატომ თქვენ უთვლიდით მის შემოსავლებს გადახედეთ, რატომ დაგჭირდათ ეს, რატომ გახდა ეს საჭირო? იცით რა, როდესაც ფინანსთა მინისტრი ეუბნება, მისი კონკრეტული ციტატა წავიკითხე მე, პურის მცხოვრებს, სხვადასხვა საკონდიტროს წარმომადგენლებს, სხვა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ თქვენ შემოსავალი გაქვთ ლარში და არ გაბედოთ და გულში არ გაივლოთ დოლარში ან ბიზნესის განვითარებისთვის სესხის აღება და ან დაგროვებაო, როცა ამას ეუბნება ისეთ ადამიანებს, რომელსაც თვეში 5,000 ლარი შეიძლება ჰქონდეთ შემოსავალი და მოგება მთლიანად და თვითონ მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი საკმაოდ დიდი, მაგრამ ლარში აქვს, მაინც თანხას აგროვებს დოლარში, ბილად რო ვთქვათ, უწესობაა. რომ რასაც სხვას ასწავლი და ლექციას უკითხავ, თვითონ შენზე, კობა გვენეტაძეზე, ალბათ ქობულიაზე, ალბათ სხვა მინისტრებზე ეს ყველაფერი ანუ მათ იციან რა ჯობია, მაგრამ იციან მხოლოდ თავრობის და სხვა ტიპის რჩევებს აძლევენ მოსახლეობას. ამას ამბობთ? იცით რა, დღეს სრულიად უცნაური რამე გავიგეთ, თურმე დიფერენცირება არის, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, იმის მიხედვით ვის რამდენი შემოსავალი აქვს და ისეთი მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანისთვის, როგორც არის ფინანსთა მინისტრი და იგივე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თურმე სხვანაირი პოლიტიკა უნდა იყოს და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ვისაც იგივე მაგალითად 5,000 ლარზე ნაკლები სესხის აღება ჭირდება წლის განმავლობაში, ამაზეც იყო ჩემი შეკითხვა, მე დაუსვი კონკრეტულად ფინანსთა ხოთშოს ერთი კიდე საერთო აქვს კობა გვენეტაძეს და ვანო მაჭავარიანს ფინანსთა მინისტრო არა აქვს ცესხი და არ ქონიათ არასოდეს საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ადამიანს ცესხი დაჭირდეს და ამიტომ მათთვის არაფერს წარმოადგენს როდესაც რიგითი მოქალაქე და ასეთი მინდა გითხრათ რომ ახალი საბანკო რეგულაციების შემოღების შემდეგ უკვე 26,000-ზე მეტი იყო თებერვლის ბოლოსთვის და მარტის მონაცემები ცოტა ხანში იქნება 26,000-ზე მეტ ოჯახს ეთქვა უარი 5,000 და უფრო ნაკლები ოდენობის სესხის აღებაზე. მას ეს ვერ წარმოუდგენია. არც კი იცის რა შეიძლება ადამიანს დაჭირდეს 5,000 ლარის სესხი და მე უბრალოდ მინდა გავაგები რომ მასაც და ქართული ოცნების სხვა ჩინოსნებს რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომელსაც შეიძლება დაჭირდეთ 1,000 ლარი იმისთვის რომ იყიდონ მაცივარი ან ქურა განვადები და შემდეგ ეს თანხა გადაიხადონ. შეიძლება დაჭირდეთ 4,000 ლარი იმისთვის რომ გადაუდებელი ოპერაციის თანადაფინანსების თანხა გადაიხადონ ან მედიკამენტები შეიძლება. მათ ეს ვერ წარმოუდგენიათ და ჩვენ ერთადერთი რაც დაგვრჩენიათ რომ როგორღაც დავანახოთ და გავაგებინოთ რომ ყველა ისე არ ცხოვრობს, ყველა ისეთ ფუფუნებაში არ არის, როგორშიც არიან ქართული ოცნების მაღალჩინოსნები. მან თქვენი ლიდერები ამხილა პოპულიზმში, თქვა რომ შალვა ნათელაშვილები ხართ და დაემსგავსეთ მათ. თქვენი აზრით რა გახდა ამ შელაპარაკების საფუძველი? იცით რა, დიანა ძალიან საინტერესო იყო რა კონტექსტში თქვა ქართული ოცნების მინისტრმა ევროპული საქართველოს ლიდერებს პოპულისტობა დაწამა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თითქოს დავაპირებთ გადასახადების გაზრდას. აი თქვენნაირი პოპულისტები რო იყვნენ ხელისუფლებაში გადასახადებს გაზრდიანო, ეს მაშინ, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში ყველამ თქვენს და ყველამ კარგად იცის, რომ არაერთხელ წარუადგინეთ ინიციატივა კონკრეტული გადასახადების დაწევასთან და შემცირებასთან. იცით რა, ქართული ოცნების ჩინოვნიკებს ახასიათებთ გადაბრუნება რეალობის, გადაბრუნება სიმართლის და ზოგადად მე მგონი ყველამ ვიცით უკვე რომ მათთვის სხვა რეალობა, მათთვის სხვა საქართველოა, მათ სხვა პრობლემები გააჩნიათ, იმიტომ რომ როდესაც ახლა ადამიანი 5,800 ლარს წელიწადში ხარჯავს ფიტნეს კლუბის აბონემენტზე, იმას რა უნდა ველაპარაკო? იმას როგორ უნდა შეიძლება ავუხსნა რა პრობლემა შეიძლება გააჩნდეს პენსიონერს. იმას გაბატონ ხათუნა, თუ მას
აქვს დაგროვილი სახსრები წინა, ასე ვთქვათ, ის მუშაობდა კერძო სტრუქტურებში, მას აქვს თუ არა აქვს ამის საშუალება ფიტნესში, აი დაახლოებით იმ მსჯელობაზე გადავდივარ, სააკაშვილი ბოტოქსში ხმარობდა და თანხებს ხარჯავდა და ზოგიერთი რომ ამბობს რომ აი იცით რა პრეზიდენტის ფორმაში უნდა იყოს და რატომაც არა, აი რაღაც თუ აქვს შესაძლებლობა მაინც არ უნდა დახარჯოს ამისთვის თუ რას გულისხმობ. არა, ლაპარაკი დახარჯოს ღმერთმა ჯანმრთელი ამყოფოს და ორჯერ მეტი დახარჯოს. აქ ლაპარაკი სხვა რამეზია. ის აცდენილია რეალობას. იმ პირობებში, რა პირობებშიც მისი ცხოვრება მიმდინარეობს, მისთვის შეუძლებელია გააცნობიეროს რიგითი ადამიანის პრობლემა და ამ გაცნობიერებიდან გამომდინარე გამოიტანოს გადაწყვეტილება. როდესაც ის ამბობს, რომ პრინციპულად ეთანხმება იმ სულისკვეთებას, რაც აქვს საბანკო რეგულაციებს, ამაზეა ლაპარაკი, რომ მისთვის ეს არ არის პრობლემა და გასაგებია რეალობაა მისთვის ასეთი, რომ ეს პრობლემა არ იყოს. თორე იმაზე კი არ არის ლაპარაკი, 10ჯერ მეტი დაუხარჯავს და ღმერთმა ჯანმრთელი ამყოფოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ. აქ ლაპარაკი არის, რომ ეს ხალხი მოწყვეტილია რეალობას. ეს ხალხი საერთოდ მე გულისხმობ ქართული ოცნების მთავრობას. საერთოდ არ აქვს კონტაქტი ადამიანებთან. საერთოდ არ იციან რა არის დღეს პრობლემა. ამაზეა ლაპარაკი, სხვა არაფერია. აი მე რომ თქვენაირი პოპულისტი ვიყო, ვიტყოდი რომ თქვენ დროს საგადასახადო ტვირთი 24%-ზე ავიდა 12%-დან, მაგრამ არ ვარ პოპულისტი. დროდადრო მე ვკითხულობ იმ ფრაგმენტებს, რომელიც ვიდრე ეთერში ვარ, მაშინ აცხადებდა ბანო მაჭავარიანი. ყველაფერთან ერთად ბატონი ვანო ცოტა განვლილი წლების ეკონომიკური ცხოვრების კონკრეტულ ფაქტებთანაც არ არის ახლოს გაცნობილი, იმიტომ რომ ეხა იმას რო თავი დავანებოთ, რომ მისთვის საქართველოს ისტორია 2012 წლიდან იწყება და დღევანდელ წარმოდგენილ ყველა სლაიდზე 2012 წლიდან იყო ეს ყველაფერი დინამიკაში. მას არაფერი უთქვამს იგივე ამ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, საგადასახადო წნეხთან დაკავშირებით, როგორ ხდებოდა განვითარება იგივე 90-იანი წლებიდან, თუნდაც 2000 წლიდან გამომდინარე. ის იქნებოდა წესიერი ამ სტატისტიკის მოწოდებაში, რომ ეს სტატისტიკა მოეწოდებოდა სრულყოფილად და არა ამოგლეჯილად კონტექსტიდან, ისე როგორც მას აწყობს. გასაგებია, დიდი მადლობა ხათუნა გოგორიშვილს, ევროპულ საქართველოს წარმოადგენს. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ფრაგმენტი რა ხდებოდა საკომიტეტო მოსმენაზე ცოტა ხნის წინ. სიას. შეიძლება კანონით არის შეზღუდული. არის კანონით არის შეზღუდული, რომ კომერციული საიდუმლოებაა შეთანხმება და არ შეიძლება ისა ჩამოწერა და თქმა, თორე ეს ბიზნესი ისევ ბიზნესი იცავს. რავალი, რა შუაშია? ჯამური ხო ცნობილი იყო კაცო. ეხლა ჯამური ციფრი ხო ითქვა, თქვენ თორ ახსენეთ მილიარდები, ხო რაღაცა 3 თუ რამდენიც იყო. ეხლა შემდეგი 1 წუთი. მეორე ამბობთ, რომ კაპიკიო არ გადაუხდიაო თუ რაღაცა კაპიკებიო, კარგო თქვენო აიძულეთო ბიზნესო. გეუნებით სრული პასუხისმგებლობის. ყველა მოლაპარაკების დროს ვიყავი ჩართული მე. 1 წუთით. არავისთვის ოდნავ მაინც მსგავსი არა თუ იზულება. ტონალობაც კი არ ყოფილა არც ერთი მიკროსაფინანსოსთვის, არც ერთი ონლაინ შესაძლებელისთვის, არც ერთი ბანკისთვის. არ ყოფილა ოდნავ ჩემ შეხვედრების დროს ვესწრებოდი, ვერავინ ვერ დაადასო პირიქით ერთმა ორმა რო თქვა, რომ არ მაწყობს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა რომ ერთი მნიშვნელი ყოფილიყო, ყველა სხვადასხვა კი არ კომპენსაცია კი არ მიიღო, რომ მე სპეკულაცია დაწყებულიყო ფავორიტიზმის შესახებ. არამედ ერთი ყოფილიყო და ერთზე ჭკუაზე მოყვანა, ყველასი ძნელია, ხო, ყველა ჭკუაზე დადგეს. ამიტომ თქვით რომ ვინც არა, კი ბატონო გავიდეს. არანაირი, არათუ მსგავსი მუხარისმაგვარო თუ არ იზამ მე რაღაცა გამორიცხულია. ამაზე მე ვესწრებოდა, მეუნები რომ წაართვით წაღლიტეთო, ღმერთს არ დაღარ წამთ. რა უბედურებაა ესა? ესე ამას არ კადრულობს არავინ. არა, ტიბისის ხელმძღვანელს არ მოусმინეთ აქ რო იყო? არ მოусმინეთ. რა შუაშია ტიბისის, რა ვაიძულეთ? რომ 3 მილიონი მოგწეს ასოციაციო. რა არის? რა შუაშია? ვაიძულეთ კაცო. საუკეთესო ყველასთვის კომერციული მომგებიანი იყო. აბსოლუტურად. კომერციულად 3 მილიონი მომგებიანი იყო. აიძულეთ, დიახ, ასე გამოვიდა მის ყველა ბანკს ყო და ერთი კი ბატონო, ყველას ყო და რა იცით?
ზუსტად კონდა ყველა მათქმევინეთ ერთი წუთი რა დაჯდა არ შეიძლება ამის თქვა კითხეთ ბანკებს კითხეთ და ქართულს კითხეთ მე რატომ უნდა ვკითხო კომერციული ხელშეკრულება კომერციული დილი საერთოდ ეკონომიკასთან ახლოს ჩაგივლიათ კომერციული ხელშეკრულება როგორ შეიძლება გამოიტანოს თავრობის წერმა რომელშიც მხარი არ იყო ის იძახოს რა უბედურებაა ეს და ეხლა გავიდოთ შემდეგზე ერთადერთი რასაც ბანკები წუხდნენ იყო რომ ის კი არა რომ იაფად გასცეს ეს ყველამ ძალიან სარფად მიიღო სარფად უბრალოდ თქვენს რომ ამანო ხო არ შეიძლებაო სამომხმარებლო კულტურა დააზიანოსო და მომავალში ესეთი мотиваცია შექმნასო რომ მოდი არ გადავიხდი გამოჩნდება რომელიღაცა მთავრობა და კიდევ ერთხელ შეიძლება გამოისყიდოსო და ეს მართლა ვალიდური იყო ამას ქვია მორალ ჰაზარდი რო იცოდეთ და აი ეს იყო თორე კითხვის ნიშანი არ იყო რომ ძალიან სარფიანად გაყიდა ყველა პორტფელი ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით ეხლა შემდეგი ერთი რამე დაგთხოვოთ რა ბატონო კითხეთ გეუბნებით არ გავაჟღერეთ ბატონოვანო და ბატონო ძალიან გთხოვთ რა მინდა რომ პროფესიულ ჭრილში წავიდეთ ორივე გამოცდილი ადამიანები ბრძანდებით გთხოვთ გავიგეთ ძალიან გთხოვთ დამშვიდეთ თქვენ ნახეთ და ნახავთ თქვენს ერთი წუთით რა დაგემართეთ რა თქვენს დამშვიდეთ ბატონო გთხოვთ დამშვიდეთ კითხები ხო დასვით თქვენ ბატონი მინისტრით პასუხობთ რა ბატონო თქვენს ემოციურად ხართ დამშვიდით უპასუხეთ მან კითხებით დასვათ თქვენს უპასუხეთ ძალიან სერიოზული არგუმენტები გაქვთ მით უმეტეს ვალების განოლების პროგრამაში ყველგან და შვიდაც ყარათ უპასუხეთ რა დროში დრო ბევრი გვაქვს მით უმეტეს რომ შემოსავლები გვაქვს რომ ახლა რომან გოცირიძე მოგვიყვება უფრო ზუსტად რა შეეხებოდა კამათი სხვათა შორის ბატონ რომან ჩვენი დამსახურებით ჩვენი ბრალია ის რომ როცა გამოხვედით კომიტეტის ხდომიდან გია გაჩეჩილაძემ ასეთი რამ თქვა რომ აი რომან გოცირიძეს არაფერი აინტერესებს გარდა იმისა მედია როგორ გააშუქებს აი ახლაც გავიდაო და მინდა ვუთხრა ბატონ გიას რომ ამჯერად თქვენი გამოსვლა იყო ჩვენი ბრალი და თუ ეს თქვენ მინუსად ჩაგეწერებათ ეს იყოს მოდი ჩვენი გამოწვეული ბატონო რა იყო პრობლემა მთავარი რაზე კამათობდით პრინციპში რომ მოკლედ აგვიხსნათ მთავარი სადებატო თემა რა გაქვთ დღეს ქვეყნის ფინანსთა მინისტრთან მოგესალმები ძალიან დიდ პატივს ვცემ თავისუფალ მედიას და თქვენ ვიყოთ საერთოდ ისინი მსგავსობა რაც ქვეყანაში ხდება დღეს არ ეცოდინება საზოგადოებას მე პატივს ვცემ შეთანხმებას ჩვენ შეთანხმებული ვიყავით და მე რომ არ გამოსულიყავით თქვენი ეთერი ბუნებრივია ჩავარდებოდა ამიტომ დიდი მადლობა არა უშავს 10 წუთში დაბრუნდები უკან 10 წუთში უკან და პასუხს გავცემ ყველა შეკითხვაზე და ჩემი ვალია რომ საზოგადოებას აუხსნა ის თუ რა ხდება აქ და ერთადერთი სწორი საშუალება არის ისეთი მედია საშუალებებთან ურთიერთობა რომლებიც არ დაამახინჯებენ მოვლენებს ასეთი ხართ თქვენ ამიტომ დიდი მადლობა რაც შეეხება პრობლემას თავარ საკამათო თემას რაც გაქვთ დღეს ფინანსთა მინისტრთან რომელი ერთი უნდა ჩავუდგოთ მთელი სისულის და დემაგოგიის კასკადი დააყენა ფინანსთა მინისტრმა ის რომ ქვეყანაში ვერ გავცა ვერცეთ კითხვაზე პასუხი ქვეყანაში საშინად იზრდება ბიუროკრატია აივსო სახელმწიფო დაწესებულებები ამათი პარტიული მეგობრებით ნათესავებით ყოველ კვირაში ერთხელ შემოდის ახალი სახელმწიფო ორგანიზაციების შექმნის შესახებ კანონი და ეს ყველაფერი ბიუჯეტში არის დამალული ნაჩვენებია მხოლოდ ის ადამიანები რომლებიც არის შტატით და მე შტატგარეშე ანუ ასე თქვა იმით რა ქვია ხელშეკრულებით აყავთ 10,000-ობით ხალხი და ესენი არიან და რეალურად და მთავარ საბიუჯეტო ინფორმაციაში დამალულები აი ბიუროკრატიის ზომა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში ესეც ფინანსთა მინისტრის განმარტებაა დღევანდელ აბსოლუტურად არასოი რაღაცა თქვა ისაო ბიუროკრატიის რაოდენობით კი არ უნდა გავზომოთ არამედ მთლიან შედაპროდუქტთან მიმართებით ძალიან დიდი სისულელია იმიტომ რომ მთლიანი შედაპროდუქტი 2012 წელს იყო 21 მილიარდი ლარი და დღეს 26 და დღეს არის 51 მილიარდი ანუ მთლიანი შედაპროდუქტი თუ გაიზრდება ბიუროკრატიაც უნდა გაიზარდოს ხო ნუ ეს აბსურდია მთლიანი შედაპროდუქტის ზრდის კვალობაზე უნდა გაიზარდოს დასაქმებულია ადამიანები ბიზნესში
და ესენი კლინიკურ პროდუქტებს ზრდასთან ერთად ასაბუთებენ, რომ საჭირო არის იმის, რა ქვია, სხვადასხვა შტატების გაბერვა სამინისტროებში და მუნიციპალიტეტებში. ამიტომ ეს თავისთავად ეს არგუმენტი იყო დემაგოგიური და ამაზეც ვისაუბრეთ. გარდა ამისა, ვალების ასე ვთქვათ, საგადასახადო დავალიანებები ჩამოიწერა 3 მილიარდი ლარის ოდენობით, დაახლოებით 35,000 გადამხდელს და ჩვენ მივწერეთ წერილი და კანონს არ პასუხობენ, რამდენი არის ჩამოწერილი იმ საბიუჯეტო გადამხდელებზე, რომლებსაც აქვთ 50,000 ლარზე მეტი, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ამ ჩამოწერაში მათთან დაახლოებული ფირმების ვალების ჩამოწერა, დავალიანების ჩამოწერა ხდებოდა, პასუხი არ გვაგზავნეს. ასეთი არის 5,700. 3 მილიარდიდან შეაპარებენ ხოლმე საკუთარ ფირმებს. რომ არაფერი თქვათ იმაზე, რომ კვლავ არის საბიუჯეტო ხარჯებში ჩამორჩენა, ერთის მხრივ ეს არარაციონალური ხარჯები, მეორეს იღებენ საგარეო ვალზე, ვერ ითვისებენ და შემდეგ არის გაყინული ერთ ადგილას, თორემ 500 მილიონი ლარი ვერ აითვისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, წელს იგივე მეორდება და უკვე მეოთხე თვე დაიწყო და კვლავ ვერ აშენებენ გზებს და კვლავ ვერ ხდება იმ მოზიდული ასე ვთქვათ სახსების ათვისება, რომელიც ქვეყანას ვალად აწვება. რომელსაც სადაც არ უნდა გავიხედოთ ყველგან არის. ბატონ რომან, საბანკო რეგულაციებზეც იყო საუბარი და მან ახსნა რა სხვაობაა მისი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიდგომებს შორის. თითქოს ის უფრო ლიბერალია იმ განმარტებით, რომ როგორც ბავშვს 2 საათით მეტხანს აძლევს ქუჩაში ყოფნის ან თამაშის უფლებას, ან სახლში მოსვლის, როგორც ამბობს, დაახლოებით ასე უფრო მეტი თავისუფლების მომხრეა ცოტათი ვიდრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. გასაგები იყო მისი ეს განმარტება პარალელი. არა, მან თქვა, ორივე კვირის წინ განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ამ საბანკო რეგულაციებს და მე თავიდან არ მომწონდაო, მე ეხლა როგორც ამს დაუქნიეს თითი და ეხლა ამბობს, არაო, ჩვენო რაღაც პატარა დეტალებში განსხვავებად რომ მე მთლიანად ეთანხმებიო, ანუ სამდოში ამართლებს იმას რამაც შექმნა უზარმაზარი პრობლემა, იგივე იპოთეკურ სასწრაფთან დაკავშირებით ფაქტობრივად 99.9% იყო დაბრუნება. ადამიანი, როდესაც ხედავს ბინას, ან როდესაც ან ახალს ან ძველს, როგორც წესი გადახდის სქემა არის ძალიან რთული და არ დაბრუნება არის ძალიან ძნელი, ვინაიდან ერთის მხრივ შენებარი ბინა ჩაიდება კიდევში, მეორეს მხრივ ბანკი იბარებს არსებულ ქონებას თუ კი რამე აქვს და გარდა ამისა, ამ შენებების პროცესში წინასწარ გადასახდელი არის გარკვეული რაოდენობით თანხები, ამიტომ ამ შემთხვევაში არ დაბრუნების პროცენტი არის იმდენად დაბალი და ადამიანებს მოუკლა პერსპექტივა, რომ ხვალ ანზე ბინა აიშენონ და რაღაცა კაც ჩარჩოებში ჩასვა არის აბსოლუტურად უგუნურობა იმის გამო, რომ თუ გავაანალიზებთ მთელ სამ სტატისტიკას, ამ სექტორში, განსხვავებით სამხმარებლო სექტორისგან, როდესაც ხალხი მართლა იღებდა ფულს ან მობილური ტელეფონის საკითხად, ან რაღაცა უკეთეს ტელევიზორის შესაძენად სხვა არის ეს კიდე ამნაირი მკაცრებული გადაიჭრა, მაგრამ იპოთეკურ სფეროში ძალიან მძიმე დაარტყა ბიზნესი. ხელისუფლება, რომ აი ამ რეგულაციების შემდეგ მაგალითადო ერთ-ერთ სემინარზე ვიყავი ქართული ოცნების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და ასეთი არაფორმალური, არ შეიძლება ფორმალურ გარემოშიც იგივე განმარტება გააკეთონ. თქვენს რომ აი მაგალითადო მაციურის გაყიდვა გაიზარდა მობილურის შემცირდა, ანუ აუცილებელი ნივთებისადმი, ნივთებს ისევ იძენენ, მაგრამ აი რაღაცა აი მობილურის გამოცვლა და ამ ხრივ უფრო შეზღუდულები არიან. არაფერი ისეთი საგანგაშო ამ ხრივ არ ხდებაო. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს საბანკო რეგულაციები არის უარყოფითი გავლენა სახდეს ქვეყანაზე? არასწორი ინფორმაცია, იმიტომ რომ ყველა შეიხედოს ამ ტექნიკის მაღაზიებში და დავინახავთ, რომ მცირდება არა თუ გაყიდვები, არამედ მცირდება სამუშაო ადგილები, აუქმებენ შტატები და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მწვავე რეაქცია ფინანსთა მინისტრს ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ აი ამ საარჩევნო ადამიანების მოსყიდვა, ეგრეთ წოდებული განულების პროგრამა და ამ პროგრამამ გავლენა მოახდინა ბუნებრივი არჩევნების პროცესზე, საუბარი
მაღალია 10 ლარიდან 2000 ლარამდე და არავინ თქვა ნუ გონია ხალხს რომ 2000 ლარი ჩამოაწერა ასე ვთქვათ დავალენება ივანიშვილმა 2000 ლარამდე ნიშნავს რომ შეიძლება იყოს 2 ლარის და 20 ლარის მაგრამ მთელი ასე ვთქვათ აი ამ სქემის შედეგი ის იყო რომ რეალურად კაპიკი არ გადაუხდია ივანიშვილს მიუწერეთ წერილი ფინანსთა მინისტრის სათავეში ედგა ამ პროცესს დღესაც სანამ საუბარს დაიწყებდა ამაყობდა ამ განმავლობის პროცესს და მე ამბობს რომ არა მე ხელები დაემბანია ინფორმაციის მიმართეთ ქართულ ბანკს და ჩვენ ინფორმაციას არ გაწვდიან თუ რამდენი დაუჯდა სიამოვნებაში მოხდა ბანკების რეკეტი და ეს ჩვენ აგავიგეთ TBC ბანკის ხელმძღვანელის გამოსვლისას როდესაც მან ბრძანა რომ ძირი ფული 120 მილიონი ლარი რომელიც გამოიცხადა ქართულ ამ 120 მილიონში მან გადაიხადა 3 მილიონი ლარი ფაქტობრივად სხვისი ხელით ბანკების ხელით და ბუნებრივია ეს ბანკების ფინანსურ მდგომარეობაზე მოქმედებს ყველა TBC ბანკი და საქართველოს ბანკი არ არის ყველა არ არის ამ მასშტაბის ბანკი რეალურად აი ეს ასე ვთქვათ საზოგადოების ამომრჩევლის მოსყიდვის აქცია ფაქტობრივად განხორციელდა ისე რომ ივანიშვილს ამაში არაფერი არ დაუჯდა მეუბნებით გითხარით რა ღირს სინამდვილეში ეს ბანკების ხარჯზე და განხორციელდა როდესაც 120 მილიონში 3 მილიონს იხდიდა 120 მილიონი თავი ფული უნდა გაამავლო 10-ზე დაახლოებით ის ძალისხმული მკვდარი პროცენტები რომელსაც არაზოს არავინ გადაიხდიდა და ეს მილიარდ ლარზე მეტია და რომ ამბობენ რომ 4 მილიარდი ჩამოვაწერეთ ტყუილია ბუნებრივია რომ ეს არის ასე ვთქვათ 10 წლის განმავლობაში ნაზარდი პროცენტები სანდაში თავი ფული რამდენია ისიც კი არ ვიცი და თუ TBC ბანკმა 120 მილიონი გადაიხადა თავი ფული TBC ბანკი არის საქართველოს საბანკო სისტემის მესამედი და გავამბობთ 3-ზე და გამოვარო თავი ფული ყოფილა 300 მილიონი ლარი და რეალურად ბანკებმა დააფინანსეს ეს აქცია და საკუთარი სულით ამას არაკეთებს და ამიტომ აი რომ აყვირდა და თავის გამოჩენა მოუნდა და დასაბუთება იმისა რომ ეს იყო ასე ვთქვათ მათი არაფორმალური მმართველის კეთილი ნება მაგრამ გითხრან ერთი რიცხვი რა დაუჯდა და დავინახავთ რომ დაუჯდა იმდენი რამდენიც დაუჯდებოდა სარეკლამო კამპანიის დაფინანსება არჩევნების დროს მოკლედ უამრავი სხვა საკითხიც იყო რომელშიც ფაქტობრივად რომელიც პასუხები არ ქონდა და ახლა დაუბრუნდები და ხო ომეგასთან დაკავშირებით როდესაც იყო საუბარი ომეგა ორი მხრიდან ეს იყო კომპანიის წარმომადგენელი და დეპუტატი სტოკჰოლმის სასამართლოში დიახ და ვეკითხებით რა წააგო მთავრობამ ომეგასთან აი ჯერთი ურდულ მომსახურებაში 500,000 დოლარი დაუხარჯიათ გარდა ამისა რაღაცა რო წააგო ეს წააგო სახელმწიფომ და არა ფინანსთა მინისტრი დღეს არის და ყველა იქნება უთხარი მას რომ ეკონომიკის მინისტრს ეგონა რომ 20 წელი იქნებოდა მინისტრი მაგრამ 9 თვეში გაუშვეს და ასევე გაუშვებენ ამასაც რამდენიმე აი თქვენი გასაშვები რომ გავხდები ქვეყანა დაიქცევა მაშინ ასეთი რამ გითხრათ ივანე მაჭავარიანმა პირადად კი, როდესაც არაკეთებს საქმეს და პრობლემას უქმნით, თუნდაც იმ არაფორმალურ მართლაც გაგიშვებს, აბა რა იქნება და ბუნებრივია რომ ასეთი ministrების ასე ვთქვათ სიცოცხლის ხანგრძლივობა ამ პოსტზე გვინახია ჩვენ 6 ინფრასტრუქტურის მინისტრი გამოიწვია უკვე ამ 6 წელიწადში. და ფინანსთა მინისტრის ისეთივე წარუმატებელია როგორც სხვები, იმიტომ რომ აგები ბიუჯეტში ხარჯები კვლავ ვერ სრულდება. ასე რომ და ხო, ვეკითხებით რა წააგო ამ ომეგასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ და შემდეგ თუ ეს ასე დამთავრდა, მაშინ რა რაოდენობის თანხის გადახდა და ზიანის ანაზღაურება მოუწევს ბიუჯეტიდან. ამდენჯერმე მივწერეთ წერილი და ესეც კანონის დარღვევა არ გვიპასუხა 97 მილიონი ლარი როგორ ჩამოაწერა საქართველოს მთავრობამ ყაზტრანს გაზს. 97 მილიონი ლარით მთელს რეგიონს დააფინანსებდნენ მთელი წლის განმავლობაში ადგენენ და ჩამოაწერეს ვალი და შემდეგ ვიღაცას მიყიდეს სადღაც ოფშორში და ყველას შეკითხვა რომელიც ბადებდა ეჭს სამინისტროს მხრიდან იყო პასუხგაუცემელი შეკითხვა ეს ნიშნავს კანონის დარღვევას იმიტომ რომ რეგლამენტით ვალდებულია მინისტრი გარკვეული დროის განმავლობაში და ნებისმიერი პირი ვისაც მიმართავს დეპუტატი გასცეს პასუხი დიდი მადლობა ბატონ რომან დაბრუნდით კომიტეტის ხდომაზე. ძალიან სავალალო შეხვედრა იყო სამწუხაროდ დღეს. მადლობა ეს იყო რომან გოცირიძე ნაციონალური მოძრაობიდან რეკლამის შემდეგ ჩვენ ქართული ოცნების დეპუტატთან ერთად დავბრუნდებით.
ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია ირაკლი მეზურნიშვილი, მე მას მივესალმები. ძალიან დიდი მადლობა რომ პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. აი თქვენ შვილს ან არ ვიცი ბავშვს რომელ საათამდე მისცემთ გარეთ ყოფნის უფლებას? 10-მდე თუ 12-მდე? აი ასეთი განმარტება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით. თქვენ პირადად რომელს ემხრობით? მე 11-მდე. ანუ სადღაც სადღაც ივანე მაჭავარიანსა და კობა გვერეტაძეს შორის, ანუ ოდნავ მსუბუქს და პრინციპს იგივეს? ასე გავიგოთ? ნუ თქვენ სწორად გაიგეთ, მე პრინციპში ორივე პოზიციას ნაწილობრივ ვიზიარებ, მე არ მესმის თუ რატომ გამოიწვია ოპოზიციაში ასეთი გაღიზიანება, იმან რომ თურმე ბავშვებად მოიხსენია ფინანსთა მინისტრმა ჩვენი საზოგადოება, რა კუთხითაც თქვა ფინანსთა მინისტრმა, პირიქით ეს ნამდვილად არ იყო გამაღიზიანებელი, პირიქით ძალიან ნათელი მაგალითი იყო. პოზიცია შეიძლება იდეალურად ვერ დაჯდეს ერთმანეთთან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და ფინანსთა მინისტრის, მაგრამ თვითონ პრინციპის დონეზე, რა თქმა უნდა, ყველავთან ხვდებით, ამ შემთხვევაში უბრალოდ ეროვნული ბანკი უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენს ამ პროცესთან მიმართებაში და ფინანსთა მინისტრს აქვს უბრალოდ ოდნავ განსხვავებული ხედვა. ამაში არაფერი პრობლემა არ არის და ვერაფერ პრობლემას ვერ ხედავ. მთავარია რომ თვითონ იდეის დონეზე, რა თქმა უნდა, ამ რეგულაციებს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და მე ვფიქრობ, რომ აუცილებელი ნაბიჯი იყო ის ნაბიჯი, რაც ჩვენ გადავდგით, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ წინა წლების და ზოგადად წინა ხელისუფლების მიერ საკმაოდ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება, თუნდაც ზედაჭერის მოხსნა საპროცენტო განაკვეთის გულისხმობ საბანკო სექტორისთვის, როდესაც ადამიანები მიდიოდნენ ხელს აწერდნენ და 1000%-იანი საპროცენტო განაკვეთით იღებდნენ სესხებს 100 ლარი, რომელიც 5000 და 10000 ლარი გახდა და რომელიც საბედნიეროდ სერიოზული სოციალური აქტის მიერ 600000 ადამიანს გულისხმობა გამოვიდა შავისიდან. ეს ყველაფერი იყო აი ეს უპასუხისმგებლო დაკრიტების სისტემის გამო და რა თქმა უნდა ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი, მივიღეთ დავარეგულირეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს სტატისტიკამ რა აჩვენა? ირაკლი სტატისტიკამ აჩვენა რომ გაამართლა ამ მიდგომამ თუ არა, თუ ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი წურს რომ ვერ გამოაქვს ვერაფერი ვერ ყიდულობს, ეს ვთქვათ, განვადებით და ასე შემდეგ. აი ბევრი პრობლემის შესახებ მიუთითებს მოსახლეობა. დიანა, რაც შეეხება სტატისტიკას, რა თქმა უნდა, ეს დაიწყო სულ ახლახანს რამოდენიმე თვეა და ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 2 კვარტალი გვჭირდებოდა რომ დაგვენახა თუ სად არის გამოწვევები, სად არის პრობლემები და რა არის გამოსასწორებელი. ახლა როდესაც ნაბიჯს დგავდა სისტემას ცული, რა თქმა უნდა, იქ იქნება გარკვეული ხარვეზებით, მაგრამ რაც შეეხება იდეის დონეზე ყველაფერი რჩება, რაც შეეხება გამოწვევებს, არის იქ, რა თქმა უნდა, მე ბევრი მსმენია მაგალითად ტექნიკის მაღაზიებთან დაკავშირებით გაცემული სესხების სიმცირე, ეს ისტორიები, რა თქმა უნდა, გვესმის და ეს ყველაფერი რეალობა არ არის გამორიცხული, რომ იყოს კორექტირება, თუნდაც იპოთეკური სესხების მიმართ, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ არადადასტურებული შემოსავლები გაითვალისწინოს ბანკებმა და მე ვფიქრობ, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება. ეს რა თქმა უნდა შეცვლის სიტუაციას და უფრო დინამიკას უფრო გაზრდის, მაგრამ ეხლა რო ავიღოთ იპოთეკა, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ კუთხით ჩვენ საგანგაშოს ვერაფერს ვერ ხედავთ. სტატისტიკა აიღეთ, გინდა დოლარში გაცემული იპოთეკა, გინდა ლარში გაცემული იპოთეკა, ამ კუთხით სტატისტიკა არის სტაბილური და ლარში მომატებულიც კი არის. რაც შეეხება სხვადასხვა სფეროებს, აქ არის ასე ვთქვათ მსჯელობის საგანი, ჩვენ შეიძლება დავარეგულიროთ ეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და ზოგადად ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული, საერთოდ ზოგადად ჩვენ მივიღებთ იმ სისტემას, რომელსაც აბსოლუტურად მიესალმება საზოგადოება, მაგრამ თვითონ რომ ეს რეგულაციები იყო საჭირო, ჩვენ დაგვანახა იმან, რომ ჩვენ მივიღეთ 600,000 ადამიანი შავ სიაში, რომელიც აბსოლუტურად გათიშული იყო ეკონომიკური ცხოვრებიდან. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ამ შემთხვევაში ეკონომიკური ესეთი სტაბილური ზრდა და განულების პროგრამა ნიშნავს, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდნენ ამ ცხოვრებას თუ ბანკები მათ მიმართ მაინც ინარჩუნებენ, ასე ვთქვათ, ეჭვიან დამოკიდებულებას ამ სიაში მყოფი ადამიანების მიმართ.
რა თქმა უნდა ის დაპირება რაც იყო მიცემული ის აბსოლუტურად შესრულებულია და 600,000 ადამიანი დღეს სარგებლობს იმ ახალი რეგულაციების გათვალისწინებით რა თქმა უნდა სარგებლობს იმ საბანკო პროდუქტებით შემოთავაზებით რაც არის კომერციულ ასე ვთქვათ ბანკების მხრიდან კერძო სექტორში ასე რომ ეს პირობა დაცულია და დარწმუნებულია რომ მომავალშიც ჩვენ აღარ მივიღებთ ასეთ ძალიან დიდ ციფრს, სადაც იქნება უკონტროლო კრედიტები, როდესაც ადამიანის განკარგვადი თანხა ფაქტიურად აღარ რჩებოდა და მთელი თავის შემოსავალი მიდიოდა, ასე ვთქვათ, ბანკებში სესხების მომსახურებაში. ეს ძალიან სერიოზული პრობლემა იყო და ვფიქრობ, რომ და დარწმუნებულია, რომ ახალი რეგულაციები ზუსტად ეს პრობლემა გადაიჭრა. გასაგებია, თქვენი აზრით დამაჯერებელი იყო დღეს ფინანსთა მინისტრი, იმიტომ რომ ოპოზიციასთან მას რამდენიმე, ასე ვთქვათ, გამწვავებული ეპიზოდი ჰქონდა დღევანდელ საკომიტეტო მოსმენას. ის საუბრობდა, რომ რაღაც პოპულიზმი, ასე ვთქვათ, ჭარბობს ოპოზიციის გამოსვლებში, თავად მის გამოსვლებში რამდენად იყო დამაჯერებლობა ამ პოპულიზმის პასუხად მისივე ლოგიკას რომ გავყვეთ. დიანა, მე დღეს მართლაც მქონდა იმის განცდა, რომ იქნებოდა საქმიანი, ასე ვთქვათ, პროცესი, საქმიანი შეხვედრა კომიტეტის გულისხმობ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ დავინახეთ ოპოზიციის მხრიდან იმდენად დემაგოგიური ფრაზები, ისეთი პოპულისტური და ისეთი არასაქმიანი ვითარების შექმნა, რომ რა თქმა უნდა ეს არ იყო არავის ინტერესებში, ეს არც საზოგადოების ინტერესებში, თუ გონიათ ოპოზიციას, რომ ასეთი პოპულისტური ხმამაღალი საუბრებით რაღაც საზოგადოების გულს იგებენ, ეს ნამდვილად არ არის ასე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფინანსთა მინისტრმა მოახერხა და ყველა იმ კითხვაზე, თქვენ იცით, რამოდენიმე კითხვა იყო, ეს იყო, რაზეც მოიწვია ევროპულმა საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეს იყო ომეგასთან დაკავშირებით არსებული კითხვები, რომელსაც ჰქონდა დეპუტატებს, ეს იყო თვითონ რეგულაციებთან, საპენსიო ფონდთან დაკავშირებით, რაც მართლაც უმნიშვნელოვანი პროცესია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დაიწყო, როგორც იქნა დაიწყო და ამას სრული მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი. გავს გადასახადს, მაგრამ არ არის ფლად გადასახადი მთელი მარილი ამაშიაო, თქვა მინისტრმა, უკვე აიტაცეს სხვათა შორის სოციალურ ქსელში მისი ეს განმარტება საპენსიო დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით. მოკლედ მე დამაკლდა საქმიანი, ასე ვთქვათ, დიალოგი და თუნდაც პოლემიკა და ეს იყო უბრალოდ რაღაც პოპულისტური ასე ვთქვათ, გამოთქმები, მაგრამ რაც ყველაზე სამწუხაროა, შავი თეთრზე ვერ დაინახეს ელემენტარულად ვერ დაინახეს ის სტატისტიკა და ის რეალური ფაქტები, რაც მიაწოდა ფინანსთა მინისტრმა და ნუ აი არ ვიცი, წარმოუდგენელია, როდესაც რეალურად ფაქტებით ესაუბრები და ვერ მიდის ოპოზიციამდე ეს მესიჯი ან არ უნდათ ამ შემთხვევაში გაიგონ, იმიტომ დარწმუნებული ეკონომიკური განათლება მინიმუმ ერთ-ერთ მჯდომს ძალიან ისეთი უნდა ქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ეს ვერ დავინახეთ. დიდი მადლობა ირაკლი მეზურნიშვილს, ის ქართულ ოცნებას წარმოადგენს, ის ესწრება კომიტეტის ხდომას, რომელიც ახლაც გრძელდება ამ წუთებშიც. დღის ამბები კი დასრულებულია. ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს 2-ზე და 4-ზე. საღამოს კი თქვენ გელოდებათ ინგა გრიგოლიას რეაქცია და ნინო ჟიჟილაშვილის და რატი ამახლობელის ღამის ამბები. ნახვამდის ხვალ ისევ ეთერში ვიქნებით.